აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით პალატაში გაერთიანებული საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა დარგის ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის დევნილი მეწარმე ქალები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა მოეწყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დევნილი მეწარმეების მხარდაჭერასა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამომავლო გეგმები განიხილეს და დევნილი მეწარმეების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი მონაწილეობდნენ. აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი დროებით დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა. ამ მიზნით ჩვენ შევხვდით მათ გაფართოებულ ფორმატში, სადაც წარმოვადგინეთ ის მხარდაჭერითი პროგრამები, რომელსაც ახორციელებს ცენტრალური მთავრობის სტრუქტურები, ასევე ჩვენი კუთხით ის პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ გაძლიერებას და მათ პოპულარიზაციას. შესაბამისად, მომავალში გაგრძელდება ეს აქტიური კომუნიკაცია და აქტიური მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან, როგორც მცირე მეწარმეების, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან. აქ იყო წარმოდგენილი ყველა დონის ბიზნეს სუბიექტები, წვრილი, საშუალო, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთიანობა, რომელიც აქ გამოიკვეთა. ძალიან მაღალი სოლიდარული პასუხისმგებლობა, სოციალური ვალდებულებები გამოავლინა განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა ჩვენი დევნილი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. დღევანდელი შეხვედრა, რომელიც დაორგანიზებული იყო აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის და ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით, ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების განვითარებისთვის. წარმოდგენილი პროგრამები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ორგანიზაციების განვითარებასა და გამყარებაში. რაც თავისთავად გულისხმობს დასაქმების და სამუშაო ადგილების ზრდას, მეწარმე ორგანიზაციების გაძლიერებას, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეტანას.